თუმცა აქ საკმაოდ სერიოზული ჯგუფი მუშაობს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების, თუ საქართველოს ჩაეწერება აი ამ რიცხვში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. სხვა ჯონ ბასმა იგივე ინტერვიუში განაცხადა ისიც, რომ ირანის მიმართ ამერიკის დამოკიდებულება არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ როგორ იქნება ძალთა ბალანსი კონგრესში. ამის მერე ზუსტად ერთ დღეში ძალთა ბალანსი კონგრესში მართლაც შეიცვალა. პირველ რიგში საინტერესოა ის, როგორ აისახება ეს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, რადგან საქართველოს ხელისუფლებას მართლაც ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება რესპუბლიკელების მიმართ. რა შეიცვლება? მე ვიტყვი, რომ რომლებიც გაძლიერდნენ ახლა. მე ვიტყვი, რომ ორივე პოლიტიკურ პარტიას ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც საკმაოდ მტკიცედ აქვთ და არაერთ გზის აქვთ დაფიქსირებული საკუთარი პოზიციები საქართველოს მიმართ. ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც აფიქსირებს ორივე პარტია და ასე ვთქვათ, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებში საქართველოს მტკიცედ უკავია იმ სტრატეგიული პარტნიორის ადგილი, რომლის გადახედვასაც არც ერთი მხარე არ აპირებს. აქედან გამომდინარე, გაუარესებას ბუნებრივია არ უნდა ველოდოთ, დანარჩენი საუბარი იმაზე თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი პიროვნულ ურთიერთობებზე კი არ უნდა გაკეთდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ საკმაოდ სტრუქტურიზებული ურთიერთობა გვაქვს. ამ შემთხვევაში გულისხმობ კავშირებს ინსტიტუციების დონეზე, ორგანიზაციების დონეზე და არა დაუშვათ მხოლოდ პიროვნებებზე. ან პიროვნებებზე ჩამოკიდებული არ არის ეს ურთიერთობები. არსებობს სტრატეგიული ქარტია, არსებობს ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ ურთიერთობების განვითარებაზე და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად და სწრაფად შეასრულებს საქართველოს საკუთარ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვიდრე არ იყო გადაწყვეტილი, ვინ მოიგებდა მაკ-კეინი თუ ობამა, მაგალითად კობა სუბელიანის მანქანის ნომრები იყო მაკ-კეინი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აქ გარკვეული პერსონალური ურთიერთობები მართლაც არსებობს? არა, პერსონალური ურთიერთობები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ მე უბრალოდ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობაში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, გადამწყვეტი ფაქტორი პერსონალური ურთიერთობები არ არის. ისევე როგორც საერთოდ ზოგადად დიპლომატიაში აქცენტი სწორედ უნდა კეთდებოდეს ქვეყნების ურთიერთობებზე და ამ შემთხვევაში პირადი ფაქტორი გამოყენებული უნდა იყოს ამისათვის და არავითარ შემთხვევაში ეს ურთიერთობები არ უნდა იდგეს და არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ ფაქტორს. აქ უნდა იყოს. ეს არის ის, რაც უნდა იყოს, მაგრამ ასია საქართველოს რეალობაში, რომ მახსოვს საკმაოდ დიდი ნაწილი ელოდებოდა ხელისუფლებას. კი, ელოდებოდა. კი ბატონო, ელოდებოდა. იყო ის შემთხვევაც, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, მაკ-კეინის არ მოსვლა ამერიკის ხელისუფლების სათავეში არ გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება. სწორედ აი ამაზე მაქვს საუბარი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო მტკიცე საფუძველზე დგას, ვიდრე ეს არის პიროვნული ურთიერთობები და აი ამ საფუძველს სწორედ უნდა გავუფრთხილდეთ. ბატონო თენგიზ, თქვენი აზრით რამ გამოიწვია რესპუბლიკელების გაძლიერება და დემოკრატების ასე ვთქვათ პოზიციების შესუსტება? რა შეცდომა დაუშვა ობამას ხელისუფლებამ, ობამას ადმინისტრაციამ, რამაც დაასუსტა დემოკრატების პოზიციები დღეს? ნუ პირველ ყოვლისა უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, დაუშვათ რა მოლოდინებიც არსებობდა დემოკრატებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა რეალობა არის, ხო, ანუ რამდენად შესრულდა დანაპირები, რომლებიც იყო მათ შორის უკავშირდება შიდა პრობლემებს, უკავშირდება სოციალურ ფორს, უკავშირდება უმუშევრობის საკითხებს და სხვა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში შიგნით. გარდა ამისა, არსებობს, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური ვექტორებიც, ძირითადი საუბარია, დიახ, ძირითადად საუბარია გადაწყვეტის პოლიტიკა არ მოეწონათ ამერიკელებს ბანოთენგიზ. იცით რა არის, ამერიკელებს არ მოეწონათ, მაინც და მაინც ალბათ სწორი შეფასება არ იქნება, იმიტომ რომ ამერიკის საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი და ნაწილს, მოდით ასე ვთქვათ, ნაწილს, რომელმაც და სწორედ აი კარგად დაფიქსირდა ძალთა დაკარგეს წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები სენატში. შეინარჩუნეს 10 შტატში. კი ბატონო, მაგრამ შეინარჩუნეს პოზიციები სენატში. ანუ ბალანსი, ძალთა ბალანსი მაინც არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონგრესი მთლიანად არის რესპუბლიკელების, იმიტომ რომ კონგრესში არის ორი პალატა, ზედა და ქვედა, ერთში უპირატესობა აქვს რესპუბლიკელებს, მეორეში უპირატესობა აქვს დემოკრატებს. ძალთა ბალანსი არსებობს, რა ძალიან კარგია.
მარტივია, იმიტომ რომ პლატფორმას ქმნის განსხვავებული მოსაზრებების შეჭიდებისათვის და კამათისათვის. ძირითადად ეს გადატვირთვის პოლიტიკასაც უკავშირდება, ეს უკმაყოფილება, რაც პოლიტიკურ წრეებში არსებობს, იმიტომ რომ ბუშის ადმინისტრაციისაგან განსხვავებით ობამას ადმინისტრაციამ უფრო რბილი პოლიტიკა ერჩია რუსეთთან და არა მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში. შენარჩუნდება ეს პოლიტიკა, არ გაუჭირდება ობამას აი რბილი პოლიტიკის შენარჩუნება, როგორ ფიქრობთ? დღევანდელი ძალთა ბალანსის პირობებში. იცით რა არის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც საპრეზიდენტო სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, პარლამენტს და ანუ კონგრესს ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე არის დამოკიდებული დაუშვათ პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, არსებობს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რაზედაც აუცილებელია კონგრესის თანხმობა, ორივე პალატის თანხმობა, არსებობს გადაწყვეტილებები პოლიტიკაში, რომელზედაც საჭიროა თუნდაც ერთი პალატის თანხმობა და არსებობს გადაწყვეტილებები, რომელზედაც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის კომპეტენცია ვრცელდება და აბსოლუტურად აუმწურავი და კი ბატონო, მაგრამ ძირითადი სტრატეგიული კურსი, რომელიც არჩეულია, შესაძლებელია მოხდეს მისი მცირედი კორექტირება, მაგრამ რაღაც რადიკალურ შემოbrunებას ამ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ. ბატონო, როგორ ფიქრობთ, ის რაც მოხდა კონგრესის არჩევნებზე, არის პირადად ობამას პოზიციების შესუსტება და თუ მხოლოდ მისი პარტიის, რადგან სხვადასხვა სახის ინფორმაციები გავრცელდა, მაგალითად, ერთგან წავიკითხე, რომ ობამა ხალხს ისევ უყვარს, უბრალოდ დემოკრატებმა დააკარგეს მხარდამჭერები. თქვენი პოზიციიდან როგორ? აქაც არაერთგვაროვანია შეხედულებები, არსებობს ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც აქვს იმედგაცრუება კონკრეტულად პიროვნების მიმართ, არსებობს ამერიკელების ნაწილი, რომელსაც იმედგაცრუება აქვს პარტიის მიმართ და არსებობს ის ნაწილი ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივად არის დაუშვათ არსებობს მუდმივი ელექტორატი პარტიების მხარდამჭერი და არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომელიც იცვლის ხოლმე თავის გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ შეხედულებასაც. სწორედ აი ამ ნაწილზე არის საუბარი, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოხატავენ უფრო მეტ სიმპათიას რესპუბლიკელების მიმართ. და როგორ ფიქრობ თვითონ რესპუბლიკელების ასე ვთქვათ პოზიციების გაძლიერება იქნება თუ არა მზარდი ტენდენცია რომ შეიძლება მომავალში საერთოდ ობამას ადმინისტრაციის რესპუბლიკელების ეს არის დამოკიდებული რესპუბლიკელებზე, რამდენად ძლიერები იქნებიან ისინი, რამდენად შეძლებენ დაუშვათ საკუთარი ინიციატივების გატანას, რამდენად დაანახებენ ამ მომრჩეველს, რომ მათი პლატფორმა არის უკეთესი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები სწორედ პიროვნული ხარიზმით კი არ წყდება, არამედ წყდება სწორედ პლატფორმების ჭიდილით და ამ პლატფორმების რეალიზაციით. ანუ რამდენად დაანახებენ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს, რომ არიან უკეთესნი დემოკრატებზე და უფრო მეტი საშუალება აქვს და უფრო მეტად ეფექტურად შეუძლიათ დაუშვათ აღებული კურსის რეალიზაცია. ამაზე იქნება დამოკიდებული პროგრამა. ბატონო თენგიზ, კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს მართალია თქვენ ბრძანეთ, რომ როგორც ქვეყანას ჩვენ ერთნაირი მხარდაჭერა გვაქვს ორივე პოლიტიკური პარტიისგან. ფაქტია ისიც, რომ მას შემდეგ რაც ობამა არის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მას პირადად არ შეხვედრია, ბუშის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. ნუ ახლა ბუშთან გაცილებით უფრო ინტენსიური ურთიერთობები, პიროვნული ურთიერთობები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იდგა, თქვენ წეღამძანებთ პიროვნულ ფაქტორზე, პირად მეგობრობაშიც იყო გადასული და საუბრობდნენ პირად მეგობრობაზე. თუმცა არ ყოფილა ალბათ რაიმე ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც საქართველოს დაჭირვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, მისგან მხარდაჭერის მიღება და მას ეს არ მიიღო. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ ხაზს უსვამ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს როგორც სახელმწიფოს გვერდით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და როგორ ფიქრობთ, ვერ მოიცალა ობამამ სააკაშვილთან შესახვედრად, რადგან ვრცელდება არაერთი კულუარული ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც მე რა თქმა უნდა არ შემიძლია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ასეთი სურვილი არაერთხელ ჰქონდა. სურვილი ბუნებრივია ექნებოდა. ძნელია ახლა ჩემთვის თქვა ობამამ ვერ მოიცალა თუ რამ შეუშალა ხელი, მაგრამ რეალურად არსებობდა მთელი რიგი პრობლემებისა, რომელიც იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და უფრო
მალე მოითხოვდა დროში გადაწყვეტას, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობები და საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოხმარდა გადატვირთვის პოლიტიკის მომზადებას და მისი ნაბიჯ განხორციელების დაწყებას, აი ისევე როგორც ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელმოწერას, ბირთვული სამიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არსებობდა უამრავი სხვა პრობლემა, რაც შეიძლება იმ პერიოდში ყოფილიყო უფრო სხვა პრიორიტეტი, ვიდრე დაუშვათ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ინტენსივობა ამ შეხვედრების არ შეიძლება ყოველთვის იყოს ერთ დინამიკაში. კიდევ ერთხელ ვიძახი, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის როგორც ქვეყნისათვის მთავარია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ყველა კონკრეტულ სიტუაციაში აფიქსირებს თავის მხარდაჭერას. კიდევ ერთი ბადნათენგიზ, შეგვიძლია თუ არა დღეს ვთქვათ, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ საქართველოს რაიმე კონკრეტული სარგებელი მოუტანა. მაგალითად, მაიკ მაკფოლმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ძლიერმა ფიგურამ, ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავის დროზე იგულისხმობდა 2008 წლის აგვისტოს ომი, გადატვირთვის პოლიტიკა რომ უკვე დაწყებული ყოფილიყო, გაცილებით ადვილად ჩაერეოდა ამერიკის ხელისუფლება ამ ომში. მაგრამ ეს ომის დროს, მას შემდეგ რაც დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა და მისი განხორციელება საქართველოს რა მიიღო? ჯერ ერთი გავითვალისწინოთ, რომ გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო სულ რაღაც 1 წელია, ცოტა მეტი რამდენიმე თვე და მისი შედეგები ასე ვთქვათ, ჯერ კიდე წინ არის. ეს ერთი ფაქტორი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნება ლისაბონში, ნატოს სამიტზე, გარკვეულწილად ამასთანაც არის დაკავშირებული გადატვირთვის პოლიტიკა. ძირითადად საუბარი რაზეა? საუბარი არის იმაზე, რომ მოხდეს რუსეთის უფრო მეტად ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ განხორციელებულ პროექტებში, რაც ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობას, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგივე დასავლეთს ზემოქმედების მეც ბერკეტს გაუჩენს და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გადატვირთვის პოლიტიკა რო დაწყებულიყო ცოტა ადრე 2008 წლის აგვისტოში ზემოქმედების მეტი ბერკეტები იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად მივიღეთ ის ვითარება, როდესაც რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები ფაქტიურად არ არსებობდა, ხო? ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან ეს მხარე უკვე გამოსული იყო და იდგა იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ძალიან ძნელი იყო მასზე ზეწოლის განხორციელება. დიდი მადლობა. მადლობთ. ჩვენი სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე. დღეს ამიგდე მშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.